Am წუთებში იკრებებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის ოპოზიციონერი წევრები, მათ ექნებათ ერთმანეთთან შეხვედრა, თათბირი თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამის შემდგომ მათი მოქმედება, მათი სამოქმედო გეგმის შესახებ ცოტა ხანში გვეცოდინება, თუმცა ეს თათბირი მათ მიიჩნიეს საჭიროდ განსაკუთრებით თეთრი წყაროს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ბათილაცნო ორ მუნიციპალიტეტში არჩევნები და დაადასტურა, რომ ფუნდამენტური უფლება და ფუნდამენტური პრინციპი ხმის მიცემის ფარულობის შესახებ 26 ოქტომბერს იყო დარღვეული და დღეს ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ, რომ საკმარისი სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა ოლქში, ყველა უბანზე, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები, შედეგები იქნეს გაუქმებული და ხელახალი არჩევნების გადაწყვეტილება მიიღოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. აქ მოსული პირები გვეუბნებიან, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ცესკოს, ისევე როგორც მის თავმჯდომარეს, რომელიც ასევე დებდა პირობას, რომ სხვა ტიპის ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რომ ხმის ფარულობა ყოფილიყო დაცული და ეს პრინციპი მან ვერ დაიცვა, შესაბამისად ამომრჩევლების ხმის მიცემის ფარულობა იქნა დარღვეული. აქედან გამომდინარე ისინი ამბობენ, რომ ბუნებრივია მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, თუმცა რა გზებით და როგორ ამაზე მსჯელობას გეგმავენ ოპოზიციონერი წევრები და შემდგომ უკვე მათ ექნებათ საერთო განცხადება, სადაც ასევე მთავარ მოთხოვნებს წამოაყენებენ. ისინი გვეუბნებიან, რომ თეთრი წყაროს მოსამართლემ მიიღო მართალია პრეცედენტული გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სხვა უბნებზეც, სხვა ოლქებზეც გავრცელდეს იგივე გადაწყვეტილება, რადგან ერთი და იგივე ელექტრონული მოწყობილობა იყო გამოყენებული ყველა უბანზე 26 ოქტომბერს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. ეს ვიკრიბებით ცესკოს ოპოზიციონერი წევრები სამუშაო შეხვედრის ფორმატში, გამომდინარე იმ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტიდან, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, კერძოდ ის, რომ თეთრი წყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიღო მართლაც სამართლიანი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ნახავ უკვე ბიულეტენს, რომლის უკანა მხარესაც არის გამონაჟღენთი, რომ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ოლქში, ყველა შესაბამისმა სასამართლომ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2263-ვე ტექნოლოგიზებულ უბანზე მოხდა ის, რაც მოხდა თეთრი წყაროში. შესაბამისად, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ 90%-ისთვის როგორც მინიმუმ ამომრჩევლების ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული, რაც არის არალეგიტიმურად ცნობის საფუძველი. ამან უნდა გამოიწვიოს ხელახალი არჩევნები, ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ და პროცედურულ ნაბიჯს ახლა განვიხილავთ იმისთვის, რომ მივახციოთ ამ შედეგს. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც იცოდა ეს და ვინც დაგეგმა ეს. იქნება ეს თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა პირი ამასთან შემხმელობაში მყოფ. შევიკრიბეთ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა შემდეგი დღეების განმავლობაში, რადგან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა სასამართლოს მხრიდან, რომელიც უკვე სამართლებრივ საფუძველს გვაძლევს. უბრალოდ მინდა რომ შეხვედრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ერთად გაგაცნოთ, ამიტომ დაველოდეთ შეხვედრას. გუშინდელი გადაწყვეტილება სასამართლოს ეს უკვე ნათელი დადასტურებული, კანონიერად დადასტურებული გადაწყვეტილება არის ხმის ფარულობასთან პრობლემასთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩვენ მოგვიწევს ალბათ მთელი რიგი უფრო კაცრი ღონისძიებების გატარება, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს და ამასთან დაკავშირებით გვაქვს დღეს შეხვედრა, გვექნება კონსულტაციები ერთმანეთთან, გვექნება ბრიფინგიც შესაბამისი, რაც იქნება გადაწყვეტილება. გუშინ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩევლის ძირითადი კონსტიტუციით მინიჭებული პრინციპები იქნა დარღვეული, რაც ნიშნავს ფარულობის დარღვევას. ამიტომ ყველა ელექტრონულად ჩატარებული არჩევნო უბნები უნდა გაბათილდეთ. ამიტომ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები შევიკრიბებით და გავმართავთ კონსულტაციებს, თუ რა სახით შეიძლება მოითხოვოთ ხელახალი არჩევნები. რას ფიქრობენ ცესკოს ოპოზიციონერი წევრები, ეს უკვე ცნობილია, დაახლოებით 1 საათში ისინი საერთო განცხადებას გააკეთებენ და უფრო მეტი გვეცოდინება მათი მოთხოვნის შესახებ. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის დამტკიცებას ითხოვს საია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. სარჩელი საქალაქო სასამართლოებმა არ დაუკმაყოფილეს, ერთადერთი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მოსამართლე იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი
პრინციპი, ფუნდამენტური პრინციპი დაირღვა. ახლა სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს მსჯელობა. ახლა წესით უნდა მსჯელობდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ გაურკვეველი ვადით გადაიდო სასამართლოს სხდომა. გარდა ამისა, დღეს თბილისში სააპელაციო სასამართლოს სხდომა სწორედ ამ საკითხზე იყო ჩანიშნული 3 საათზე, თუმცა ასევე ჩვენ არ ვიცით, რომელ საათზე განახლდება პროცესი. სააპელაციო სასამართლოებმა ახლა უნდა იმსჯელონ საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე სხვადასხვა ქალაქში, რომლებმაც არ დააკმაყოფილეს საიას სარჩელი და ახლა საინტერესოა სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, გამომდინარე იქიდან, რომ თეთრი წყაროს მოსამართლემ უკვე დაადგინა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული იმ უბნებზე, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები და ეს ეხება 2 მუნიციპალიტეტს. ახლა სხვა მუნიციპალიტეტები, სხვა ოლქები რას გადაწყვეტენ, ეს არის ახლა საინტერესო, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ქუთაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომები გადაიდო. სხვა სხდომებთან დაკავშირებით კი გვეცოდინება დღის განმავლობაში თუ როგორ წარიმართება ეს სამართლებრივი პროცესი. დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები, რომლებიც ეხება საარჩევნო საკითხებს, კერძოდ, როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ უბნებზე მასობრივად დაიყო ამომრჩევლის ნების გამოხატვის ფარულობა, ასევე ნების თავისუფლება ამასთან კავშირში და შესაბამისად დღეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს სწორედ ამ საჩივრებს. პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სამწუხაროდ გარდა ერთისა არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივრები და შესაბამისად სააპელაციო ინსტანციით განვიხილავთ დღეს ამ საჩივრებს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებით პრობლემა წინასწარ იყო ცნობილი, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარისთვის, როცა არჩევნებამდე პერიოდში საია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავდა ცესკოს, რომ ეს პრინციპი ყოფილიყო დაცული და მაშინ ოფიციალურად დოკუმენტურად უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ საიას, რომ იქნებოდა გამოცვლილი ქაღალდი და შესაბამისად ხმის ფარულობა იქნებოდა დაცული, თუმცა აღმოჩნდა თეთრი წყაროს მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ ხმის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი ამარჩევნებზე დაირღვა და ახლა საია სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვს სააპელაციო სასამართლოებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ მათ ეს გაითვალისწინონ, ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება გაითვალისწინონ და ყველა უბანზე გააუქმონ არჩევნები, სადაც ელექტრონულად ჩატარდა კენჭისყრის პროცესი. ახლა სწორედ ამაზე მსჯელობენ ცესკოშიც კომისიის ოპოზიციონერი წევრები და დაახლოებით 1 საათში უკვე გვეცოდინება რა იქნება მათი მთავარი მოთხოვნა ან რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა. ისე კი მოთხოვნა ცნობილია, რომ 2263 უბანზე შედეგები იქნას ბათილად ცნობილი.